მშვიდობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ გიწევთ ცეცხლოვნების სალონში. დღეს ჩვენ ძალიან მძიმე, მაგრამ აქტუალურ თემას უნდა შევეხოთ, ეს გახლავთ თვითმკვლელობა, სუიციდი. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები, დეკანოზი თევდორე გიგნაძე, რომელიც გახლავთ თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, ხალბატონი ქეთევან გელაშვილი, კრიზისული ინტერვენციის სამსახურის ექიმი ფსიქიატრი, ფსიქოლოგი მარინე კაჭარავა და ხალბატონი მანანა შარაშიძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მონაცემები, რომელსაც ჩვენ თანამედროვე სტატისტიკა გვთავაზობს, ძალიან შემაშფოთებელია. დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი იკლავს თავს ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ანუ წარმოიდგინეთ, რომ მარტო თვითმკვლელობა გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ფაქტიურად ერთი სახელმწიფოს მოსახლეობის, დაახლოებით ერთი პატარა სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა თვითმკვლელობის ამთავრებს თავის სიცოცხლეს. სამწუხაროდ ამ პრობლემამ გვერდი არ აუარა არც საქართველოს. ჩვენ სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველო მოგვაწევდა ინფორმაცია ბოლო 10 წლის მანძილზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ და ამ მოცემების თანახმად დაახლოებით 946 ადამიანია თვითმკვლელობით აღსრულებული ბოლო 10 წლის მანძილზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ, საკმაოდ მძიმე და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, რომ მსოფლიო მასშტაბით თვითმკვლელობის დინამიკას ზრდის ხასიათი აქვს, ანუ იზრდება რაოდენობა თვითმკვლელებისა. შეიძლება ამანაც გამაპირობა ის, რომ უკვე დაასწრა კიდევაც თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო დღე, ეს გახლავთ 10 სექტემბერი. მე მინდა მამა თევდორეს ვთხოვო, ისაუბროს იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს მართლმადიდებელი ეკლესია თვითმკვლელობას. უპირველეს ყოვლისა მე ესე ვფიქრობ, სწორი იქნება, რომ თავიდანვე გავარჩიოთ ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვროთ, თქვათ ეკლესიამ და ასევე მედიკებმა ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვროთ ამ მოვლენისადმი. და უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას ის, რომ ეკლესია ყოველთვის რაიმე მოვლენას, თქვათ, თავის პრობლემად აღიქვავს პირველ რიგში, მაშინ როცა ის რაღაც მოვლენას ცოდვას უწოდებს. ანუ განმარტება ამ მოვლენისა ცოდვაში ჯდება და არა ავადმყოფობაში. თუმცა კიდეს ღრმა თემაა ცოდვისა და ავადმყოფობის ურთიერთმემართება. ამიტომაც არის, როცა ჩვენთან თქვა როცა ეს მოვლენა ხდება და ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგებით, ჩვენ როცა ვითხოვთ მაგალითად ფსიქიატრის დასკვნას. რატო ვითხოვთ? თუ ადამიანი ავად არის და თუ სუიციდის მიზეზი, თვითმკვლელობის მიზეზი იყო ავადმყოფობა, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ აქ ცოდვა არ არის, ხო, აქ ცოდვა არ არის, ამიტომ ჩვენ მსახურებას აღვასრულებთ. ხოლო თუ ადამიანი ჯანმრთელია, ფსიქიური თვალსაზრისით, ხო, მაშინ ესე იგი ადგილი აქვს ცოდვას. ჩვენ უკვე გავყოფთ ესე იგი ცოდვის შემთხვევას და როცა არ არის ცოდვა. ამიტომ ჩვენ შეიძლება თქვა სასულიერო პირობამ შემთხვევაში ვისაუბროთ, რა შემთხვევაშია გვაქვს ცოდვასთან საქმე. როცა ფსიქიურად ადამიანი არის ჯანმრთელი და თუ ადამიანი ფსიქიურად არის ჯანმრთელი, მაშინ რატო იკლავს თავს? რა მიიყვანა აქამდე, ხო? ეს არის. თუმცა ფსიქიურ აშლილობასაც, რომელსაც წინ უძღვის ის დეპრესიული ფონი, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, ჩვენ ვიცით, ხო? ამ დეპრესიულ ფონსაც თავისი ცოდვიანი მიზეზები აქვს. აი ადამიანი ჯანმრთელი, ალბათ თქვენ უფრო გეცოდინებათ, ადამიანი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, თუმცა ამბობენ რომ მას ფსიქიკა მაინც სუსტი აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ჯანმრთელი და უცებ ერთხელაც ვხედავთ, რომ ადამიანი ხდება ავად. რა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე? ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ეს არის, ხო, რაღაც დეპრესიული ფონი საზოგადოებაში, რომელიც მასაც ეხება თავისთავად ცხადია. ამ დეპრესიული ფონის მიზეზი რა არის? ისევ ცოდვასთან მივდივართ, იმიტომ რომ თუ ადამიანის ჯანსაღი სულიერი ცხოვრება აქვს, რას ნიშნავს? იმას, რომ ის თავის მისიას, როგორც ღვთისხატი არსება სწორედ ხედავს და ცხოვრების საზრისი სწორად დანახული აქვს, მას წესით არ უნდა ქონდეს დეპრესია. რაც შეეხება რელიგიურ ცხოვრებაში ასევე ადგილი აქვს შეცდომებს, როცა ადამიანის თითქოს საზრისი გამოკვეთილი აქვს, რომ აი მე ვიცი რა არის ჩემი მიზანი, ეს არის ადამიანად მოსული ღმერთი, რომელიც ყველა ადამიანის მიზანია, ხო? აი ამ გზაზე და აი მიზანში თვითონ ამ გზაზე მერევა რაღაცა და აქედან გამომდინარე რელიგიურ ცხოვრებაში მეშლება ბევრი რამ და აქედან გამომდინარე რელიგიურ ცხოვრებაში თუ არასწორ ნაბიჯებს დგავ, ამან შეიძლება ცალკე გამოიწვიოს ჩემი შინაგანი სამყაროს დაზიანება. ანუ მაინც რატო ითვლება თვითმკვლელობა ასეთ მძიმე ცოდვას? ადამიანი როცა თავს იკლავს, მას აქვს
სიცოცხლისადმი, ცხოვრების საზრისისადმი, თავისი ადამიანობისადმი, როგორც ღვთის ხატი არსებისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება. ანუ ის მთელი თავისი არსებით აცდენილია იმ ცხოვრების მიზანს, რასაც ცოცხალი ღმერთი გვია. ამიტომ როცა ადამიანი თავს იკლავს, ამით ბეჭედს უსვავს თავის შინაგან მდგომარეობას, რომლის დეფინიციას შეიძლება გამოთქვათ, ღმერთო, მე შენ არ მინდიხარ. მე შინაგანი ამბოხი მაქვს შენ წინააღმდეგ და ამას ბეჭედად ასვავს თვითმკვლელობას. ეს არის რასაც სუიციდს უწოდებთ, თორემ ისე თვითმკვლელობის ფორმები უფრო გაწერილი დროში უამრავია, ნარკომანია მაგალითად, მემთრალეობა, შეგნებულად ღმერთის უარყოფა, შეგნებულად ბოროტების ქმნა, ხო? ანუ როცა ადამიანი უაზროდ ცხოვრობს, ესეც ფაქტობრივად შეიძლება თქვას იგივეა. მაგრამ ეს არამედ აბსოლუტური იგნორირება საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებისა და თუნდაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება აშკარად. გაუმართლებელი რისკი, მაგალითად ცენტრალურ პროსპექტზე რო ადამიანი გადაჭრის ქუჩას, მე ვთვლი რომ დაახლოებით ეს გავს თვითმკვლელობას, თან ბავშვი როცა მიყავს. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ეკლესია უყურებს როგორც განსაკუთრებულ უკიდურესი სასოწარკვეთილების გამოვლენებას. ამ სასოწარკვეთილება არის ცოდვა, მაგრამ უკიდურესი სასოწარკვეთილება, რომელიც მიდის თვითმკვლელობამდე, რა თქმა უნდა, უმძიმესი ცოდვაა. გარდა ამისა, აქ ერთ მომენტს უნდა დაუკვირდეს, რომ ეს არის მკვლელობა. მართალია ეს არის თავის მკვლელობა, მაგრამ მაინც არის მკვლელობა. ანუ 10 მცნებიდან ერთ-ერთის დარღვევა გახლავთ არაკაცკლა. ანუ უფალმა მოგცა ჩვენ სიცოცხლე, თითოეული ადამიანის ამ ქვეყნად მოსვლა არის დაკავშირებული უფალთან. უფლის გარეშე ჩვენ ვერ გავჩნდებოდით ამ ქვეყნად. მოგცა ჩვენ სიცოცხლე, ანუ შემოგვიყვანა ამ ცხოვრებაში და მანვე იცის, როდის გაგვიყვანს ამ ცხოვრებიდან. მაგრამ როდესაც ხელოვნურად ადამიანი ერევა თავის ბედში, ანუ როდესაც გადაწყვეტს, რომ სწორედ ეხა დადგა ჟამი, რომ მან უნდა დატოვოს ეს ცხოვრება, ეს არის პირდაპირ აი მამათებდა რომ რა თქვა, ამბოხი ღვთის წინაშე. ანუ ამ უმთავრესი, ასე ვთქვათ, რამის რომ მინდობილი იყო უფალზე და უფალს აცადო შენი ასე ვთქვათ, ბედის გადაწყვეტა, აი ამის წინააღმდეგ გამოსვლალი და რა თავარია, შენ კლავ შენ თავს და უკვე განსხვავებით სხვის იმკვლელობიდან, რომელიც რა თქმა უნდა უმძიმესი ცოდვა ასევე, შენ უკვე აღარ გრჩება დრო იმისა, რომ შენ გაიაზრო ეს და შემდეგ მოინანიო. სუიციდური ქცევა ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს და ძალიან ბევრი ფაქტორების ერთმანეთზე კორელირება ხდება. არ არის მარტივად მარტო ფსიქიკური ჯანმრთელობა არ განაპირობებს მარტო სუიციდურ ქცევას. ამას სოციოკულტურალური ფაქტორები, რა თქმა უნდა, რელიგიური ფაქტორები, რა თქმა უნდა, ფიზიკური ჯანმრთელობა. ძალიან ხშირად სუიციდის მიზეზი ხდება, რატომღაც ესეა ცნობილი და მართლაც ყველაზე უფრო ხშირად უიმედობა და სასოწარკვეთა განაპირობებს დეპრესიას, მაგრამ არც ისე იშვიათია თვითმკვლელობა ძლიერი ტკივილის დროს. არც ისე იშვიათია თვითმკვლელობა ისეთი მძიმე დაავადებების დროს, რომელიც განაპირობებს როგორც გონებრივი, ესევე ფიზიკური ფუნქციონირების გაუარესებას. ანუ მომავალს ის ტანჯვაში ხედავს და ამაში პოულობს გამოსავალს. გარდა ამისა ძალიან ბევრია სოციალური ფაქტორები, მაგალითად ოჯახის დანგრევა, მაგალითად ახლობელის გარდაცვალება, დაპატიმრების შიში, უმუშევრობა, აი ეს სოციალურ-კულტურალური, ეკონომიკური კატაკლიზმები და ფასეულობათა რღვევა ზრდის სუიციდის რისკს და მართლაც 2004 წლიდან მსოფლიო მონაცემებით გაიზარდა სუიციდის სიხშირე სწორედ ამ ეკონომიკურ კრიზისს. ერთ-ერთ მიზეზად ამას ასახელებენ ეკონომიკურ კრიზისს. ზრდის არსებობს სუიციდის ხელშემწყობი ფაქტორები და არსებობს სუიციდისაგან დამცავი ფაქტორები. სუიციდის ხელშემწყობი ფაქტორები არის რა თქმა უნდა ფსიქიკური პრობლემები, ფსიქიკური აშლილობა, რა თქმა უნდა ნარკომანია და ალკოგოლიზმი. ნარკომანია და ალკოგოლიზმი არა მარტო როგორც დაავადება, როგორც პრობლემა ფსიქიკური, არამედ როგორც თრობა თავისთავად. შეიძლება იყოს პასიური სუიციდური აზრები, მაგრამ თრობის მომენტში ის უფრო გულადი ხდება
და გადაწყვეტილებას ადვილად იღებს, ანუ ის შემაკავებელი ფაქტორები იკარგება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დეპრესიის სტრუქტურაში, რამდენად არის შფოთვა, აჟიტაცია და ასე შემდეგ. ეს ზრდის სუიციდის რისკს. აი სწორედ ეს ფსიქოაქტიური ნივთიერებები ამ ფიზიკური აქტივობას ზრდის და სუიციდური აქტივობაც იზრდება შესაბამისად. ფსიქიატრის განვითარებასთან ერთად პინელს უკავშირდება პირველი რევოლუცია ფსიქიატრიის განვითარებასთან ერთად უკვე ფსიქიატრებმა დაიწყეს ამ საკითხით დაინტერესება და ეს კი როლი მათ სულით დაავადებად განიხილავდა. და შემდეგში უკვე ყველას მოიკლა თავი. თუმცა მე აიგივებდა რომ მას ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა. თუმცა მე გამონაკლის არაკეთებს. გამონაკლის არაკეთებს, მაგრამ ეს წარმოდგენა მე შეიცვალა. რაღაც სპეციალურ მონომანიათაც გამოიყო რაღაც გარკვეულ ეტაპზე. ამით ერთი მხრივ აი ძალიან დელიკატური თემა. ერთი მხრივ ძალიან პროგრესული იყო, ვთქვათ, რომ ადამიანი განთავისუფლდა დასჯისაგან. იქამდე თუ რელიგიური თვალსაზრისითაც იჯდებოდა, კანონის თვალსაზრისითაც იჯდებოდა, ამან განთავისუფლა ადამიანი დასჯისაგან. მიეტევება, ავადმყოფს ყველაფერი მიეტევება. მაგრამ თუ ავადმყოფია ფსიქიურად. მაგრამ შემდეგში უკვე განვითარდა და გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა სოციალურ ფაქტორებს, ვიდრე სუფთა ფსიქიატრიულ დიაგნოზებს. აი და სუიციდოლოგიის მამა დირქეიმი განიხილავდა ამას როგორც ინდივიდის და სოციუმის ურთიერთობას და გარკვეული ტიპებიც გამოყო სუიციდური ქცევის, ეგოისტური, ალტრუისტული, ანომიური. ვინც იკლავს პირველი მცდელობის დროს, აი ადამიანთა ნახევარი არის ადამიანთა ნახევარს აქვს ფსიქიკური აშლილობა. მაგალითად, ყველაზე ხშირად დეპრესიულ მდგომარეობაში იკლავენ ადამიანები თავს. დეპრესია ეს არის გენეტიკური მიდრეკილება, დეპრესიის სხვადასხვა სახეები არსებობს სიტუაციური დეპრესია, რაც სიტუაციისგან არის გამოწვეული და არსებობს ასევე გენეტიკური მიდრეკილება. ანუ მის ოჯახის წევრებს თუ ვინმეს ჰქონდა დეპრესია, ან თქვა ბიპოლარული აშლილობა, ან სხვა ფსიქიკური ესეთი აშლილობა, ის მიდრეკილია. თუ გარემო პირობებმაც შეუწყო მას ხელი, მას შეbat განუვითარდეს დეპრესია. თუ ადამიანს დეპრესია აქვს, 7% არის რისკი, რომ ის ჩაიდენს თვითმკვლელობას. 7%. ზოგიერთი მონაცემებით 80%-მდეც. 80%-მდეც არის. ეს ცხოვა როგორ არის 7-დან 80%? იცი რა, სხვადასხვა ქვეყნებში კვლევები სხვადასხვანაირად ტარდება. აი დასავლეთის ქვეყნებში ეს ადამიანები, რომლებსაც აქვს ფსიქიკური აშლილობა, ისინი უფრო ადვილად მიმართავენ ფსიქიატრს, იმიტომ რომ სტიგმა არ არის ისეთი მაღალი, როგორც ჩვენ ქვეყანაში. არიან ფსიქიატრთან ურთიერთობას, ეს აღარ არის მათთვის უხერხემლო. შეფასება და აღრიცხვაც უფრო ზუსტი ხდება. მაგალითად, ძალიან დიდი დისპროპორციაა აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 3-ჯერ ევროპულ ქვეყნებში 3-ჯერ მეტი მამაკაცი იკლავს თავს, ვიდრე ქალი. და ამ დროს ქალები უფრო ხშირად დიაგნოსტირდებიან ქალებს უფრო ხშირად აქვს დეპრესია, 2-ჯერ მეტად, ვთქვათ, ისინი ანუ ხშირად მიმართავენ სპეციალისტს, არ არის აუცილებლად ფსიქიატრს, ფსიქოთერაპევტს, ფსიქიატრს, ფსიქოლოგს და ხშირად არის დიაგნოსტირებული. მამაკაცი არ მიმართავს და თავს იკლავს. ამიტომ მამაკაცისთვის იმის დაშვება ხშირად გამიგია საქართველოში და არა მარტო საქართველოში, რომ დეპრესია მამაკაცს როგორ უნდა ჭირდეს, დეპრესია ქალების დაავადებაა. აი ეს არის შეცდო, ანუ მამაკაცს ეს სირცხვილება, რომ თავის თავთან ვერ აღიარებს, რომ მას დეპრესია აქვს. აი მე მაინტერესებს, რომელი ქვეყნები არიან წინ. აი ეხლა ამჟამად პირველ ადგილზე არის ლიტვა, სადაც და ლიტვა, მეორე ადგილზე არის ბელორუსია, ესტონეთი, აი პირველ ადგილებზეა ლიტვა, ბელორუსია, ესტონეთი, რუსეთი. საქართველო არის ბოლო ადგილებზე, მაგრამ ჩვენ მაგალითად უფრო საქართველოში უფრო მეტი თვითმკვლელობები ხდება ვიდრე სომხეთში. ან სოფლიოში პირველ ადგილზეა ლიტვა? სოფლიოში პირველ ადგილზეა ლიტვა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ასე არ იყო, ლიტვა არ იყო პირველ ადგილზე. პირველ ადგილებზე დაახლოებით იყო უნგრეთი. და აი აქედან მაგრამ მაშინ აღრიცხვიანობა რამდენად იყო სწორი საბჭოთა კავშირში თვითმკვლელობების სტატისტიკა რამდენად იყო? ესეც არის საკითხი. არ იყო.
შემა ლიტვაში ისე კარგად არ აღრიცხავენ, თუმცა ლიტველმა პროფესორმა მითხრა ჩვენთან ეხა ძალიან კარგად აღრიცხავენ, ყველა შემთხვევაში მიდის იქ გამოძიება, ხო არ მიიყვანა ადამიანი ვინმე თვითმკვლელობამდე, ანუ ფიქსირდება კარგად თვითმკვლელობები და თვითმკვლელობის მცდელობები. ანუ პოსტსაბჭოთა სივრცე ლიდერობს თვითმკვლელობის. დიახ, და ამას უკავშირებენ იმ სოციალურ და პოლიტიკურ ძვრებს, რომელიც მოხდა, თქვათ, მარტო ეს არ არის, იმიტომ რომ მაინც თვითმკვლელობის მიზეზები არის სხვადასხვა. ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მაინც რადგან პოსტსაბჭოთა, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან პირველ ადგილებზე, როგორც არის ლიტვა, ბელორუსია, რუსეთი და არა იაპონია, სადაც კულტურალურად იაპონიაში თვითმკვლელობა ეს მიღებულია, იმიტომ რომ ეს ითვლება ღირსების შენარჩუნებით. დიახ, ხარაკირის ფენომენს გულისხმობს, სადაც არის კულტურები, სადაც არ არის ასეთი დაგმობილი, როგორც თქვათ ქრისტიანულ რელიგიაში, მაჰმადიანურ რელიგიაც თოლის ცოდვად და იმ რელიგიებში სადაც ცოდვად ითვლება, იქ უფრო ნაკლები უნდა იყოს წესით თვითმკვლელობები. თუმცა მარტო რელიგია ვერ აჩერებს ამ ფენომენს. ერთია, როდესაც ტრადიციულად ეთნოსი არის ქრისტიანული და ქრისტიანობას მისდევს, მაგრამ რამდენად თანამედროვე ცხოვრებაში ის ქრისტიანობა გამსჭვალავს თითოეული ადამიანის ცხოვრების წესს, ეს სხვა საკითხი არის ხა. არის ზოგიერთი ქვეყნები, რომელიც ტრადიციულად ქრისტიანულია, მაგრამ დღევანდელი მონაცემი, დღევანდელი სურათი ისეთია, რომ მაინც ქრისტიანული ცხოვრების წესის ისინი არ აცხოვრობენ. ამიტომ აქ ეს უნდა გავაჩვენოთ. რელიგია, როდესაც ჭეშმარიტად მოწმუნეა ადამიანი, რელიგია როგორ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერია იმისთვის, რომ ადამიანმა თავი არ მოეკლას. ადამიანი რომ მართლაც ბიოფსიქოსოციალური არსებაა და ყველა ქცევა, მათ შორის სუიციდით, შეიძლება ბიოლოგიური ასპექტით, ფსიქოლოგიური, სოციალური და რასაკვირველია სულიერი ასპექტითაც იყოს განხილული. ეს გასაკვირი არ არის და ეს ახალი არ არის, მაგრამ მე ცოტა სხვა აზრი მაქვს ცხოვრების წესთან დაკავშირებით. ცხოვრების წესი განსაზღვრავს, ფსიქოსომატიკა ეგ არის, სხვა არაფერი არ არის. ფსიქოსომატური დაავადება არის ფსიქიკა განკარგავს ფიზიკას, ანუ ჩვენი ფსიქიკა არის განკარგველი ჩვენი სხეულის და ჩემმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელია ძალიან ბევრი რამ შეცვალოს ჩემ სომატიკაში, სხეულში. და აქ იკვრება წრე. მოდი პირობითად მან კი ერი წრე დავარქვათ. მე როგორც ვცხოვრობ, ისე ვარ. როგორც ვარ, ისე ვცხოვრობ და ეს პირველადი და მეორადი მიზეზების და შედეგების დადგენა ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. დიახ, არის გენეტიკური გარკვეულწილად და გენეტიკა არ არის მარტო ბიოლოგიური და გენეტიკა არის განსაზღვრელი ბევრი რამის, მაგრამ გენეტიკა სოციალურიც არის, ფსიქოლოგიურიც არის. ანუ ქცევითი პატერნები გადმოდის. ქცევითი მოდელები, სცენარიც აბსოლუტურად მეცნიერულია, მშობლებიდან, წინაპრებიდან და მიდრეკილება ამა თუ იმ დაავადებებისაკენ, ამა თუ იმ ქცევითი მოდელებისაკენ ჩვენ გვაქვს იმთავითვე. და ის რომ თქვათ თვითმკვლელის ოჯახში, თქვათ ყოველთვის კითხულობს ალბათ ფსიქიატრიც და ფსიქოლოგიც, თქვათ რა გენეტიკა აქვს და ვის რა დაავადებები ქონდა, ან როგორ გავიდა ამ ქვეყნიდან თუ ეს არის მაღალი რისკი, სუიციდალური რისკი თუ არის. ბუნებრივია, თუ კი მას შეექმნა ის სოციალური გარემო, რომელიც უკვე საშუალებას აძლევს მანიფესტირდეს მისი ეს გენეტიკური მოწყვლადობა. და ეს სოციალური გარემო მშვენივრად იქმნება დღეს უკვე სამწუხაროდ და ამის მანიფესტირების საშუალებაც არის. ცხოვრების წესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოფიზიკურ ჯანმრთელობაში. და უბრალოდ მე მინდა ერთი ესეთი პლასტი შემოვიტანო. ზოგიერთი ფსიქიატრი მათ შორის დღეს ძალიან დინამიურია ფსიქიატრია და ფსიქოლოგიაც, ის ძალიან მიუახლოვდა რელიგიურ გაგებას ზოგადად ადამიანის. რას გულისხმობ ახლა მე? აი ვთქვათ დღეს იგივე ტრენინგებს რო ატარებენ უცხოელები, ხშირ შემთხვევაში იწყება ყველაფერი მადლობა იმას ვთქვათ ჩემ დედას, ბებიას, მამიდას, ანუ ეს მადლობის მოხდა აქ შეიძლება რაღაცა რიტუალურია, მაგრამ რატო ხდება მადლობის მოხდა? რეალურად ადამიანს აკლია მადლიერება და მადლიერება ეს არის ის, რომ თავის ტვინში მადლიერ ადამიანს გამოეყოფა ენდორფინები. მადლიერ ადამიანს დოპამინური ნეირომედიატორული სისტემა აქვს უფრო ვთქვათ, ანუ მუშაობს ისე როგორც უნდა მუშაობდეს. ამ შემთხვევაში მე რას გულისხმობ? თურმე აღმოჩნდა, რომ უმადურობა რაღაცით უდრის დეპრესიას.
თუკი ადამიანი არის, თუკი მას არაფერი მოწონს, თუკი ის არის უმადური, თუკი ის გმობს ყველას და ყველაფერს, მათ შორის დაწყებული ღმერთიდან დამთავრებული მთავრობას, მშობლებს და ანუ გარეთ აქვს გატანილი ვექტორი პასუხისმგებლობის ხშირ შემთხვევაში, მას აქვს რაღაცა გარკვეული ნივთიერებების ნაკლებობა თავის ტვინში. ეს ნივთიერებების ნაკლებობამ გამოიწვია მისი უმადურობა თუ იწეღან როგორც თქვი, უმადურობამ გამოიწვია ეს, ეხა ეს ცოტა დავის საგანია, თუმცა არსებობს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი და რეალურად ადამიანს ძალიან მაღალი რისკი უჩნდება სუიციდის, იგივე ნარკოტიკებზე იყო ლაპარაკი, მაგალითად ექსტაზის მოხმარებით სეროტონინი პრაქტიკულად აღარ არის თავის ტვინში და ეს არის თვითმკვლელი ადამიანი და დღეს ეს ძალიან წახალისებულია ვთქვათ ბარებში და ითვლება რომ ამფეტამინები და მეტამფეტამინები ეს არის ძალიან უსაფრთხო და ადამიანი ამით იცეკვებს მთელი ღამე კი ბატონო იცეკვებს მაგრამ მოიხმარს იმ რესურსს რაც მას აქვს მოცემული და ამ რესურსის მოხმარების შედეგად ხდება იწყება მისი გამოფიტვა და ძალიან მაღალი რისკები. ანუ რეალურად აი თუ საღვთისმეტყველებო ფსიქიატრიაც არსებობს ესეთი რამეც არსებობს, იქ არის ესეთი შემოტანილი იუდას კომპლექსი ქვია ამას, ნუ ადამის კომპლექსი და იუდას კომპლექსი, ეს ორი კომპლექსი ძირითადი. და იუდას კომპლექსი მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ ადამიანს მოწონს ეს რაღაცა ჰედონისტური, ანუ ცოდვითი, ანუ ვთქვათ სიამოვნებაზე ორიენტირებული ქცევა, ეს ქცევა არის წახალისებული მასში, რომ რა მოხდა მერე, ვთქვათ, გავაკეთო ესა თუ ის რაღაცა ცოდვითი რაღაც სქემა რო ავიღოთ და შემდგომში მასში შემოდის რაღაცა დეპრესიული აზრები, რომ აი მე ისეთი ცოდვილი ვარ და შენ ისეთი ცოდვილი ხარ, რომ აღარაფერი გეშველება და შენ აწი თუ თავს მოიკლავ თორე ღმერთი აღარ გაპატიებს, ანუ ის რომ თავიდან არის ოპტიმისტი და წახალისებული რომ ღმერთი მოწყალეა და რა მოხდა მე მოვინანიებ, მე ხდება პირიქით მომენტი და არა, ამას ვეღარ მოვინანიებ და ადამიანი მიდის თქვა თვითმკვლელობაში. ნარკომანია ახლა არის ახლა კიდე სხვანაირი გემბლინგი, რომლის დროსაც ძალიან ხშირად იკლავენ თავს მიმართ ადამიანს. მექანიზმი იგივეა სხვათა შორის თავის ტვინში. როდესაც წააგებენ დიდ თანხას და ეს სასირცხვილოა, ნუ ოჯახს აზარალებს. გამოუვალ მდგომარეობაში. თანხის რაოდენობა უზარმაზარი, აბსოლუტურად განსხვავდება იმ შესაძლებლობიდან, რაც აქვს იმ ოჯახს. დიახ. და ეხლა ძალიან გახშირდა საქართველოში ასეთი თამაში. მე ვფიქრობ, რომ რაღაც კანონმდებლობამ უნდა შეზღუდოს. აი როგორც დასავლეთშიც კანონი არსებობს, რომელიც უდავს ამდენი სათამაშო აპარატები არ უნდა იყოს ალბათ. და გარდა ამისა, მე მაინც აი აკრძალვაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი მგონია, რომ სუიციდის თვითმკვლელობის პრევენცია უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით. ანუ ამის შესახებ სწავლება უნდა მიდიოდეს დაწყებული სკოლიდან. რა არის ფსიქიკური აშლილობა, როგორ გამოვიცნოთ ფსიქიკური აშლილობა, მაინც აი როცა მიზეზებზე და პრევენციაზე საუბრობენ, რა შველის თავის რომ შემცირდეს. და იმ ქვეყნებში, სადაც მაგალითად ფინეთში ძალიან მაღალი იყო თვითმკვლელობა და როგორ დაწიეს ეს მოსახლეობის განათლებით, რომ ადამიანმა დროულად გამოიცნოს მისი სიმპტომები. ანუ აი როდესაც დეპრესია აქვს, აი როგორც მამაკაცზე ვლაპარაკობდი და მამაკაცს რო დეპრესია აქვს, ეს არ იყოს სასირცხვილო და მან დროულად მიმართოს სპეციალისტს, ჩაიტაროს მკურნალობა, შეიძლება ისეთი საშუალო სუბუგი დეპრესია ფსიქოთერაპიულად იქნეს მოვლილი, თუ მძიმეა დეპრესია, მას ჭირდება ფსიქოთერაპიასთან ერთად აუცილებლად მედიკამენტოზური მკურნალობა, ანუ დროული აღმოჩენა ადამიანის ფსიქიური მდგომარეობისა და მისი დროული მკურნალობა არის პრევენცია დიდი თვითმკვლელობის. ნუ გარდა ამის ადამიანს უნდა გაუძლიეროთ სტრესთან და პრობლემებთან გამკლავების უნარები, ეს სკოლაში ხდება და როგორც თქვენ თქვით, რომ აი მადლიერების შედეგად ადამიანში გამომუშავდება ენდორფინი. მე მადლიერება არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ ემპათიის, ანუ თანაგრძნობის დროს, ანუ სხვა ადამიანის გაგების ის ადამიანები რომ ის კულტურები სადაც სხვისი გაგება, სხვისი თანაგრძნობა არის მაღალი და ეს ბავშვობიდან ისწავლება ამ ადამიანებში უფრო მეტია ენდორფინების და ბედნიერების განცდა. მაგალითად იკვლევდნენ სხვადასხვა აი რა უხსნა ჩვენს მაყურებელს ენდორფინები, ეს არის ნივთიერება, რომელსაც სიამოვნების ჰორმონი ეგრეთ წოდებული. სიამოვნების ჰორმონი, რომელიც სიხალისე სიამოვნებას განწყობას უქმნის ადამიანს. მე მგონი აი ეს მადლიერებასთან დაკავშირებით, რაც ქალბატონმა მარინემ თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უმადურობასთან დაკავშირებით.
აი მამა თევდორე, ჩვენ ვიცით, რომ საპატრიარქოსთან არსებობს ესეთ სამსახური. ეს სამსახური აძლევს საშუალებას ადამიანებს, რომ ვისაც აქვს რაღაცა შეკითხვა, ან ვინც არის დეპრესიულ მდგომარეობაში, მან დაარეკოს შესაბამის ეს ტელეფონის ნომრებზე. ამ სარეკლამო კლიპს ჩვენ ტელევიზიაც უშვებს სისტემატიურად, რათა მოსახლეობამ იცოდეს რა ტელეფონზე დაარეკოს. და იქ ამ ტელეფონთან ხედავენ მოძღვრები და ისინი ესაუბრებიან ადამიანებს და ცდილობენ რომ რაღაცეთ მათ ნუგეშისცენ და აი ამ ძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანონ. აი თუ ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაურეკავთ ადამიანებს, რომელთაც თვითმკვლელობა ჰქონდათ გადაწყვეტილი და მიდრეკილება ჰქონდათ აი ამ ცოდვისაკენ. რა თქმა უნდა, მან ყოფილა ესეთი შემთხვევები და ახლა იქ როცა მოძღვარი ზის, ფსიქოლოგი ზის, მოძღვარი ზის, ვცდილობთ დახმარებას ამ ადამიანების რამდენადაც შესაძლებელია. ჩვენ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ის რომ თქვათ აი რასაც მოძღვარი ურჩევს ამ დროს აღმოჩნდება რომ პარალელურად ზუსტად იგივე ურჩია ფსიქოლოგმა და პირიქით ანუ ძალიან ხშირად იკვეთება ჩვენი რეკომენდაციები იმიტომ რომ ორივე რეკომენდაციები ამ შემთხვევაში ამა თუ იმ ადამიანს კონკრეტულ ადამიანს ეხება რომლის პრობლემასაც თქვათ ორი მხრიდან უყურებთ და ეკლესიას ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი აქვს ოღონდ იმ შემთხვევაში როგორც აი მამო შემბრძანე რომ იმ შემთხვევაში როდესაც ადამიანს გასნობიერებული აქვს რა არის ქრისტიანობა მე შემიძლია ალბათ დამეთანხმები რომ ხმამაღლა ვთქვა რომ ჩვენი ქვეყნის უდიდეს უმრავლესობა მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას გასნობიერებული არ აქვს თუ რა არის ქრისტიანობა არ ესმით რა არის ქრისტიანობა როცა ადამიანი ისე იზრდება აი ბავშვი ისე აღიზარდა ქრისტიანულ წიაღში რომ მან სწორედ მიიღო განათლება ქრისტიანულ წიაღში რა თქმა უნდა მისი რისკები ამ სუიციდთან დაკავშირებით მინიმალურია თუმცა კიდევ ვიმეორებ არსებობს რაღაც დაავადებების ფორმა აი გენეტიკურად ძალიან ხშირად როცა თქვა ძალიან სუსტი ფსიქიკა აქვს როცა ადამიანი რელიგია უძლური ხდება არის ეს როგორც სიმსივნის მიმართ უძლური თქვა ხო რაღაცა ავადმყოფ ასევე ამ შემთხვევაშიც მაგრამ ზოგადად როცა თქვა ადამიანი საზოგადოება რელიგიურია ნაკლები რისკის ქვეშ არის ზოგი ფიქრობს რომ აი კაცი არ მომიკლავს და რამ სასოწარკვეთილება გაცილებით ძიმე ცოდვა ვიდრე ნებისმიერი ხორციელი ცოდვა მრისხანება უმძიმესი ცოდვა არის უიმედობა ნუ სასწორკვეთილება ძალიან ღრმა ფორმაა ხო როცა ადამიანი ფიქრობს რომ ჩიხური სიტუაციაში აღმოჩნდა ქრისტიანობა პეტერბურგში არ არსებობს ჩიხური სიტუაცია ჩიხურის ყოველი ჩიხი ეს არის რაღაც ზიაღმავალ სპირალზე ახალი ხვევლის დასაწყისი რომელმაც შენი პიროვნება ახალ საფეხურზე უნდა აიყვანო როგორ თვით სიკვდილიც კი არ არის ჩიხი არსებობს ასე სამოქალაქო სამსახური ძნდობა ცხელი ხაზი არის, მაგრამ სამწუხაროდ დაფინანსება მოაკლდა და აღარ არის 24 საათიანი და ძალიან ბევრი პაციენტი რეკავს ჩვენი და ძალიან ბევრს. ამდენს ღამე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, მაგრამ სამწუხაროდ ღამე დილა ყველაზე უფრო აქტიური. ეხლა მოქალაქემ თქვა რომ მე ვერ დავრეკე ნდობაში ღამე და დავრეკე ამიტომ უცხოეთში. უცხოეთში არის ასეთი ცხელი ხაზი 24 საათიანი და მე ვფიქრობ რომ აუცილებლად საქართველოში უნდა გქონდეს ჩვენ ასეთი ცხელი ხაზი როგორც თქვა ეკლესიასთან დაკავშირებული ასევე არ დაკავშირებული იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ათეისტი იყოს და ათეისტად იქნება უნდა მივცეთ რომ ისარგებლოს ასეთი გარდა ამისა აი ამ ცხელი ხაზის ნომრები უნდა იცოდე იგივე საეკლესიო ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრები შეიძლება ბევრმა არის ხოლო ჩვენი ტელევიზია ახდენს ამ ტელეფონის ნომრების გავრცელებას, მაგრამ შეიძლება ჩვენი ტელევიზიის მაყურებელი ყველაზე ნაკლებად იყოს ამ პრობლემის დაინტერესებული. ჩვეულებრივ მოქალაქე რაღაცა საშუალებებით უნდა მოხერხდეს ამის გაკეთება და იგივე შეიძლება ეს ექიმებმაც კი გაავრცელონ ეს ტელეფონები და აი ესე მამა ვიქნებ მაინც დაუბრუნდეთ. ესე იგი, აი როცა ადამიანი რეკავს, ჩვენ არა გვაქვს საშუალება თქვენ ამ სამსახურში ჩართული ხართ ადამიანებთან პირადი ურთიერთობის საშუალება ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობის საშუალება. თუმცა ეს უკვე იმ მოძღვრების რომლებიც იქ მსახურობენ, იმათი კეთილინება ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ინემელი სახლში აკითხავენ და ასე შემდეგ. ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. და ჩვენი პლუსი, მოდი ესე ვთქვათ, აი მღვდლის უპირატესობა ამ შემთხვევაში ფსიქოლოგთან შედარებით რა არის? როდესაც ჩვენ ვესაუბრებით, რომ სუიციდი ცუდია, რომ ცხოვრება ნათელია და სინამდვილეში ჩიხური სიტუაცია არ არის და ესე იგი უბრალოდ გამოსავალი უნდა მოუძებნოთ და ასე შემდეგ, ჩვენი საუბარი მარტო ამით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვეუბნებით, რომ შენ გაგ თავარი ღირსება, ის ხო ღვთის ხატი ხარ, შენ მარადიული არსება ხარ, მარადისობას ატარებ შენში და
არის ღმერთი, რომელსაც უყვარხარ, რომელიც ადამიანად მოვიდა. და ჩვენ ვასწავლით გზას, როგორ გაიხედოს ღმერთისაკენ, რომელიც არის ცოცხალი. ეს არ არის რაღაც ფსიქოლოგიური რაღაც ესეთი ილეთი, მოდი ასე ვთქვათ, არამედ როცა ადამიანი იჯერებს და ვთქვათ, ის ამ მიმართულებით ნაბიჯებს დგავს, ღმერთი ხომ არის და აქედან გამომდინარე თავად ღმერთი ეხმარება. ანუ ჩვენ არა ვართ მარტო, როცა მღვდელია საუბრება პრობლემით მოსულ ადამიანს, მღვდელი მარტო აღარ არის. ანუ ვარ მე, ვარ ის ადამიანი და არის ღმერთი, რომელიც მას ეხმარება. ეს არის საოცრება ხდება ხოლმე ხანდახან, აი შეიძლება ბევრი არც არაფერი არ უთხრა, მდუმარედ უსმინო, მაგრამ მისთვის ილოცო და იმ ადამიანში ხდება რაღაცფერი ცვალება. ადამიანი ახლა ღმერთი ათეისტსაც ეხმარება თავისთავად ცხადია. უბრალოდ ჩვენ ამ შემთხვევაში მეტი ბერკეტები გვაქვს, მეტი გამოცდილება გვაქვს, თორე ღმერთი ეხმარება, უბრალოდ ჩიტიც კი არ დავარდება, უფალი ამბობს ღვთისნების გარეშე. ამიტომ მაგრამ სამწუხაროდ აი როგორც თქვენ მზარდეთ ამ ჩვენ შემთხვევაშიც დაფინანსების დეფიციტის გამო ეს არ არის 24 საათიანი. უფრო აი კეთილნებაზია დამოკიდებული იქ გარკვეული მოძღვრებისა, და იქ ხელმძღვანელობისა, რომელიც იქ მსახურობენ. და მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ალბათ. და ასევე პრევენციის ერთ-ერთი ეს პრევენცია, ხო ესეთი სამსახურება. მაგრამ ხო არ შეიძლება რომ აი ოთახში სადაც თქვა ფანჯრები არ არის, ღუმელით ოთახი დაათმო, ხო? ანუ საჭიროა პრევენციისათვის, საჭიროა სხვა ზომების გატარება და ფსიქოლოგებს დიდი როლი გაქვთ, თუ იგივე თქვენ ახსენეთ თამაშთან დაკავშირებით. საშინელი შემთხვევები ვიცით მოძღვრები. ჩვენ უნდა ჭიდროთ ვითანამშრომლოთ. ხა მაქვს ზოგიერთ სასულიერო პირთან თანამშრომლობა და მათ იციან ფსიქიკური აშლილობა რა არის, რა სიმპტომებით ხასიათდება და დროულად ხდება გადაგზავნა შესაბამის სერვისებში. ანუ სასულიერო პირმა იცის სად არის მისი კომპეტენცია, სად შეუძლია დახმარება, როგორც თქვენ ახსენეთ ძალიან. მეც ვაგზავნე, მაგრამ როდესაც ჩემი კომპეტენცია აღარ არის, მოუშვებ მე. მაგრამ იცით რა, მე შუა საუკუნეობრივს რას ვეძახდი, რაღაც აი შუა საუკუნეებში რაღაც ნეგატიური ისიც იყო, რომ ფსიქიური აშლილობის გაგება, ფსიქიური აშლილობის ამა სხვადასხვა ეტაპები გაიარა საზოგადოების წარმოდგენებში და შუა საუკუნეებში იყო ასეთი გაგებაც, რომ ფსიქიურად დაავადებულ ადამიანში არის ავის სული. ამიტომ მიმართავდნენ ეგზორციზმს, გამოდევნას ავის სულისა და ძალიან ხშირად ეს ეგზორციზმი მიყავდა ადამიანის სიკვდილამდე. და ეს წარმოდგენა შემდგომ შეიცვალა, რომ მკურნალობა ჭირდება ასეთ ადამიანს და ეხლა იყო ასეთი შემთხვევები ჩვენთან, როდესაც სასულიერო პირი მოვიდა და ფსიქიურად დაავადებულებს უთხრა ასეთი რამ, რომ თქვენში არის ავის სული და თქვენ კი არ უნდა იმკურნალოთ, არამედ უნდა ილოცოთ. და ლოცვამ და იყო ასეთი შემთხვევებიც, როდესაც დეპრესიული ადამიანი გაგზავნეს მონასტერში და მან იქ თავი თვითმკვლელობას სცადა და დაარღვია მონასტრის ცხოვრებაც და თვითონაც უარეს დღეში ჩავარდა. ამიტომ სასულიერო პირებმა ბევრი უნდა იცოდნენ ფსიქიკური დაავადების შესახებ და ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ. ალბათ სასულიერო სასწავლებელში უნდა ისწავლებოდეს ეს. ზოგჯერ ისწავლება. ერთ რამეს დავამატებ მამაცანთან. იცით ახლა აქ ბევრი რამე თქვა, ადამიანს ბევრი მოთხოვნილება აქვს და ერთ-ერთი მოთხოვნილება არის აღიარების მოთხოვნილება. და ხშირ შემთხვევაში ადამიანი თავს რო იკლავს, ან გადაწყვეტილებამდე რომ მიდის, მან ეს ყველაფერი იცის თეორიულად, ისიც იცის რომ ცოდვა იცის, ისიც რომ ჯოჯოხეთ არსებობს, არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში აღარ აინტერესებს ეს. ისიც რომ შეიძლება ცოლი წავდეს შვილებიც, ან ქმარი შვილები, დედაც, მამაც, ეს ყველაფერი იცის და ეს არგუმენტი მისთვის არ არის. აი ამ დროს რომ ამ თემაზე უწყებ ლაპარაკს შენ. აი ადამიანმა თუ გააცნობია რომ ის საჭიროა ვიღაცისთვის, ის შეიძლება მობრუნდეს. აი პირობითად გადახტომას რო აპირებს ადამიანი და თავის მოკლას და ამ დროს დაუწყო რომ შენ შვილი ყავს, მან ეს ისედაც იცის. დახმარება რო თხოვო მას რომ მიშველე და მეხმარე. ის მამაკაცები უფრო ხშირად იკლავენ თავს, ვისაც პასუხისგებლობის გამო, რასაც შვილები ან დაშორებულია, ან დაქვრივებულია, ასეთი მამაკაცები უფრო ხშირად იკლავენ. და ჭირდები, აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ დამეხმარე სიკეთის გაკეთდია ზუსტად. აი თქვენ აღიარება თქვით, მიმბაძველობით თვითმკვლელობაც არსებობს. ამიტომ მასმედია ძალიან უნდა დაგვეხმაროს, აი პრევენცია, თვითმკვლელობის პრევენციაში ყველანი უნდა ჩავებად. მასმედიას აქვს დიდი ძალა. და მასმედიას უკვე დასავლეთში სპეციალური კანონები აქვს, რომ თვითმკვლელის სურათის ჩვენება არ შეიძლება. ეს არის რეკლამა და წამბაძველობით, ან რაღაც ესეთი ლაპარაკი, აი რაღაც ცნობილმა ადამიანმა მოიკლა თავი, ეს მოზარდებში იწვევს წამბაძველობის მცდელობას.
აუცილებლად ჩვენ უნდა გავარჩიოთ ორი მომენტი. და აქ ჭირდებათ განათლება, ინფორმირებულობა და ცოდნა არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ ფსიქიატრებსაც, ექიმებსაც, ფსიქოლოგებსაც, რომ არსებობს ორი შემთხვევა. ერთი, ეს არის შეპყრობილობა, როდესაც აი მართლაც ბოროტისული შეპყრობილი ადამიანი, ეხლა მიზეზებზე ნუ ველაპარაკებთ, რატო მოხდა, რატო დაუშვა უფალმა. ამ შემთხვევაში ფსიქიატრი ვერანაირი საშუალებით ვერც ერთი მეთოდით ვერაფერს ვერ გაუკეთებს ამ ადამიანს. ეს არის გამორიცხული, ამის შეხებაც მქონია, ახლა მეთქი მქონია პრაქტიკაში ეს შემთხვევა, მაშინ სასულიერო პირიც არ ვიყავ. მეორე შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს წმინდა სამედიცინო კლინიკურ შემთხვევაში, ანუ ეს არის ფსიქიატრის პაციენტი. და ამ შემთხვევაში ფსიქიატრის პაციენტი როცა არის ადამიანი, არა მას მარტო ეს მეთოდებით, მხოლოდ ახლა მოძღვრო ღვთისმეტყველებიდან გამომდინარე აი მეთოდებით ვერაფერს ვერ გავუკეთებ. ხა, რა თქმა უნდა, არსებობდა და საშუალება ყოველთვის იყო, რომ აი განსაკუთრებულად დიდი მამები ახერხებდნენ თვით ესეთ მძიმე ავადმყოფების განკურნებასაც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ავადმყოფობის განკურნება, როგორც არის სიმსივნე, როგორც არის თქო გულის დაავადება და ასე შემდეგ. ეს უკვე არის ისეთი დონე, ეს უკვე მხოლოდ სასწაულის აღწევს ადამიანს, სასულიერო პირის აღწევს სასწაულს, მაგრამ ჩვეულებრივ შემთხვევაში, ჩვეულებრივ სასულიერო პირის შემთხვევაში, როდესაც გვაქვს საქმე ფსიქიკურ აშლილობასთან, მან ეს აუცილებლად უნდა გამოიცნოს და იმისთვის რომ გამოიცნოს, უნდა იცოდეს ეს დარგი, ფსიქიატრია, ნიშნები და რა თქმა უნდა, აქ ექიმი უნდა ჩართოს მან. ამავე დროს კიდევ ერთხელ ამბობს, არსებობს შეპყრობილობა, წმინდა წყლის შეპყრობილობა, ხო ძუ არა გვაქვს, თორე კონკრეტულ მაგალითსაც მოვიტანით, რომელსაც ჭირდება, რომელსაც ფსიქიატრი ვერაფერს ვერ უზამს. ფორმებიც კი არსებობს შეპყრობილობის, აი სამეცნიერო უკაცრავად დავამთავრებ. კი, არსებობს ესეთი სერიული შეპყრობილობა. კი, როდესაც თქვათ ქალი კაცის ხმით რო ყვირის ან მასში არის აი საოცარი ძალა აქვს ისეთი რომ შეუძლია 9 კაცი გალახოს ერთდროულად მე ეს ძალა გამოეცლება მე რაღაც პერიოდში მეც ლუციდური ფორმა არსებობს შეპყრობილობის ნუ ეს აი საღვთისმეტყველება ფსიქიატრია წეგან ვახსენებ და იქ არის ეს ფორმები მოტანილი როდესაც ახლა წამალი აქვს იმიტომ რომ სრული განთავისუფლება ხდება ამ ადამიანის და თითქოს არაფერი არ ქონია აი თქოთ ესეთი ეს ძალიან დიდი განსხვავებაა სწორედ ის როდესაც გვაქვს ჩვენ შიზოფრენია ან რაღაცა კონვერსიული აშლილობის დროს არის ესეთი კი შეპყრობილობის სინდრომაც ცნობილი როცა ადამიანი მოდის და მე ვატყობ რომ მასთან ურთიერთობას ვერ ვამყარებ არ არის ადეკვატური ანუ მოძღვრის ძალა რაშია როცა მე მას ვეუბნები ის იგებს თუ ის ვერ იგებს და ადეკვატურად ვერ რეაგირებს ჩემს ნათქვამზე ხო ჩვენ შორის უკვე კავშირი გაწყვეტილია და როცა არ არის ეს მაშინ რჩება ერთადერთი გზა რომ ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან გავუშვა უბედურება ის არის როცა აი რას წეგან თქვით როცა ვთქვათ მღვდელი იტყვის რომ ყველა ეს შემთხვევა შეპყრობილობაა და თან აი ამ დროს ნახე მამაო რასო ილოცეთ შეპყრობილი ადამიანი ვერ ილოცებს ვერც ფსიქიურად ასრული ვერ ილოცებს იმიტომ რომ ლოცვას ამას ჭირდება სრული ესე იგი ნუ სხვა მდგომარეობა ჭირდება და აქ კიდე მესამე პრობლემაა როცა ეუნები ილოცე ლოცვას კიდე სწავლა ჭირდება ეს თელი სკოლაა და ასე რომ ეს მიუგდო ეს სიტყვა ილოცე ესეც არ არის ესე მარტივად საქმე ანუ აქ თელი რიგი კასკადია პრობლემებისა არასწორი ხედვებისა და გაუნათლებლობისას და გამოუცდელობისაც რომელიც საბოლოო ჯამში პრობლემას ქმნის რა ალბათ მანამდე ერთი თანამშრომელი საკითხი წარმოწია ეს არის ეს პრევენციასთან დაკავშირებული საკითხია და მასმედიასთან რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ისეთი ინფორმაცია არ უნდა მოხდეს მასმედიაში განსაკუთრებით ტელემედიაში რომელიც ახალისებს ბიძგმიცემს თვითკვლას იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანში შეიძლება ის თვითკვლობის ფოტოს ჩვენება თვითკვლების ფოტოს ჩვენება არაფერს არავის ზეგავლენას არ ახდენს მასზე მაგრამ ადამიანი რომელიც მიდრეკილია თვითკვლობისკენ რომელსაც აქვს აი ეს ბრძოლა ასეთი მდგომარეობა მასზე შეიძლება ამან მასტიმულირებელი გავლენა მოახდინოს და აი რომანტიზირება არაფრით არ შეიძლება თვითკვლობისა და თვითკვლების აი ხანდახან ხდება ეს რომანტიზირება ამისა და უნდა დაგვაუწევს რაღაცას ეს არის უმძიმესი ცოდვა ანუ თვითკვლას არ უგებენ წესს აი წარმოიდგინეთ რა მძიმე რამ არის თვითკვლას არ უგებენ წესს თვითკვლევის მოხსენება პანაშვიდში არ ხდება, თვითკვლევის მოხსენება წირვის დროს კვეთაში არ ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან
დელიკატურ თემას მინდა შევეხო მაგასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად მოძღვარი რო წესის აგებამდე, სუიციდით გარდაცვლილის წესის აგებამდე ითხოვს ცნობას ფსიქიატრისგან. მას ეუბნებიან, რომ ფსიქიატრთან მკურნალობდა და ითხოვს ჩვენგან ინფორმაციას. წლების მანძილზე იყო ეს დამკვიდრებული, ვთქვათ, ტელეფონით კავშირი, მივსულ ვართ პირადად ჩვენ ფსიქიატრები მოძღვართან. ეხლა მიიღო რაღაცა უკიდურესი ფორმა ამან. ითხოვენ ამონაწერს, ფორმა 100 ქვია, ასე, მაგრამ უკვე ჩვენ ფსიქიატრები ვარდებით ძალიან არასამართლებრივ მდგომარეობაში. ჩვენ არა გვაქვს ინფორმაციის გაცემის უფლება. პაციენტის ნებართვის გარეშე პაციენტი აღარ არსებობს, შემდეგია მისი კანონიერი წარმომადგენელი, ასეთიც არ არსებობს ამ შემთხვევაში და არის ამის შემდეგ სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია მოგთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია. და იმდენად კატეგორიულია ხომ ეს მოთხოვნა, რომ დილემის წინაშე დგები და არ ღვიოთ. არა. არც ოჯახის არა, მისი ნებართვით მხოლოდ. ანუ როგორც ჩანს ეს საკითხი განხილვას საჭიროებს და ალბათ ან კანონმდებლობაში უნდა მოხდეს რაღაც ცვლილება, ან და ეკლესიამ რაღაც სხვა ფორმით ეს თემა დელიკატურია კიდევ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ, როგორია სტიგმა, როგორია ფსიქოგანათლება საზოგადოების და ძალიან დიდხანს შეცნობა არ ხდება ფსიქიკური აშლილობის და ვიდრე ის ძალიან აშკარა და თვალნათელი არ გახდება, ფსიქიატრამდე არ მოდის. ან პირიქით ისინი მკურნალობენ სადღაც ჩუმად. ან იწყებენ ჭყიბავებიდან და მკითხავებიდან და ყვავის ფრთიდან და ამიტომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია მის შესახებ არ გვაქვს. ჩემ დეპრესიულ ავადმყოფს ძალიან ჭირდება რელიგია, ძალიან ჭირდება მოძღვართან ურთიერთობა, ძალიან ჭირდება რწმენა და არა მარტო ჩემი დანიშნული ქიმია ან რაღაც ფსიქოთერაპიული მეთოდები. ანუ შეთანხმება უნდა აუცილებლად და საბედნიეროდ მე ძალიან ბევრი წელია რაც ფსიქიატრად მუშაობ და ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა და მოძღვართა უმრავლესობა ძალიან სწორად და ძალიან წარმართავს და აგზავნის. თუმცა ზოგჯერ ცოტა გვიან ვიდრე ეს სიმპტომები. ჩვენ ამის თქმა არ გვინდოდა რომ რაღაც ამის შეთანხმება არ შეიძლება. ესე იგი ადამიანს შეიძლება ფსიქიატრთან მკურნალობდეს, მაგრამ ამავე დროს ეკლესიაში დადიოდეს და რაღაცნაირად ეკლესიასთან კავშირი კონდეს. მას დიდი სიყვარული არავის არ აქვს, ვინც თავისთვის დადოს მეგობრისათვის, თქვა, იგივე ომში, თქვა, გადაეფარა ერთი ადამიანი მეორეს და ეს აი ეს უცნაურია, ხო, ეს თითქოს იგივე, აი თქვა, ყუმბარად დავარდა და ადგა და გადაეფარა და სხვები გადაეფარა. აი ეს თვითმკვლელობა არა. ამას ფსიქიატრია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია ცოტა სხვანაირად უყურებს, სუიციდოლოგია ესე მინდა ვთქვა, ორმაგ სტანდარტებად განიხილავს ამას. ერთ შემთხვევაში წახალისება ხდება თვითმკვლელობის და მაგალითად აი ძალიან ბევრ ლიტერატურაში მოტანილია სტალინის ბრძანება 427 1942 წელს გამოცემული, რომ თუ ტყვე ჩავარდები, თავი მოიკალიო. მეორე მხრივ ისჯებოდა კანონით, ინგლისში სულაც მე მგონი გაუქმდა რამდენიმე წლის წინ. აღარ არის სუიციდი დასჯადი კანონით. თუ თავი მოიკლა როგორ ღომა დასაჯა. ხო, შემდეგ ერთი აი ცდელობა მოხდა და გადარჩა. მერე ერთი წელი მას ციტაში ამყოფებდნენ, რომ აღარ გაემეორებინა ეს სახელმწიფოს უნდა კონდეს სუიციდის პრევენციის პროგრამა. სადაც აი ეს თქვენი ნდობის ტელეფონი და ჩვენი ნდობის ტელეფონი ალბათ იქ აუცილებელია რომ იყოს 24 საათიანი. ეს არის და საერთოდ თუ ადამიანი ქრისტეს ხედავს, ის არასოდეს თავს არ მოიკლავს და ეცდება რომ უზნეობასაც გაიქცეს და სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო დასრულდა. ჩვენ ტელემაყურებლებს შევახსენებთ, რომ ჩვენ დღეს საუბრობთ თვითმკვლელობის შესახებ. ჩვენი სტუმრები იყვნენ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, რომელიც ხელმძღვანელობს მოძღვართა იმ ჯგუფს, რომლებიც მუშაობენ საპატრიარქოში ნდობის ტელეფონზე, ქალბატონი მანანა შარაშიძე, ფსიქოლოგი მარინე კაჭარავა, ქალბატონი ქეთევან გელაშვილი, გადაცემა მეყავდა საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორის მოადგილეს დეკანოზ ზურაბ ცხოვრებაძეს. მეგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.